ძილის ჰიგიენა რას ნიშნავს? ნიშნავს, რომ ადამიანი არ იძინებს ერთ და იგივე დროს. ნიშნავს, რომ ადამიანი იღებს სტიმულანტებს ძილის წინ, მაგალითად ყავას, ან მუქ ჩაის, ან სიგარეტს, ან ალკოჰოლს, ანუ სტიმულანტები უშუალოდ ძილის წინ დაძინებას ხელს უშლის და ძილის ჰიგიენის ნაწილია. თუ ადამიანი ძილის წინ დიდხანს უყურებს ტელევიზორს, ან კომპიუტერს, ან ტელეფონს, ან თამაშობს, თუ ვარჯიშობს ძილის წინ, ეგეც პირდაპირ პრობლემაა, იმიტომ რომ ორგანიზმი აქტიურდება ესეთ პერიოდში და უჭირს, რა თქმა უნდა, მოდუნება. ვარჯიში დღის განმავლობაში კარგია, მაგრამ არა უშუალოდ ძილის წინ. და თუ კი ადამიანი საძინებელ ოთახს იყენებს კიდე ბევრი სხვა მიზნებისთვის, საძინებელი ოთახი გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ ძილისთვის.